დედა შემია რა და ეხა ამას უპასუხო. და ვიღაც ვარჯიშს დაუმთავრე და ვიღაც რა. და მე დაურეკა რა. რა ვიცი, მე გიჩვენე რომ უპასუხო. და მოიცი დედას უშო დამალე. სანდრო, დედას კუნკულიკო, როგორ ხარ? ხათოთხალი ხარ? დედა, შერესეთი სანდროკი არა, ლაშამკია. და ხო, სოცხალი. ხო, ბოდიში ლაშადე. მომისმინე ახლა საჭმელი ჭამე, ხوارგშია. დარბაში ვარ ახლა ვარჯიში რა. რატო დედიკო, რა გაქვს თვითონ დასაწუნი, ისე ჩვენიერი წამფეთი ბიჭი მყავხარდე და გენაცვალოს. აი რა, უბრალოდ ფორმაში მინდა დავრჩე და მაგი. ხო და ვარჯიში კი არა, წადი საჭმელი ჭამედე და ფორმები თავისით მოვა. მომისმინე რა მაინტერესებს, ის წითელი მაისური რომ გეცვა გახსოვს 5 წლის რომ იყავი? არა. როგორ არ გახსოვს და ისე გიყვარდა შენც ის მაისური, აბა კარგად გაიხსენე. დედა, აი საჯანდაბიდან უნდა მახსოვდეს 25 წლის წინ რომელსაც წითელი მაისური სადაა. აი, დედიკო, რატომ მიყვირი? მოკლედ გაიხსენე აუცილებლად მოძებნე და რომ იპოვე მაგ მაისურს დამირეკე ეგრევე გელოდები. ხო და ეგეთი კარგი აღარ მოკლედ რა თან დამაწინაურეს ახლა ძალიან ლამაზად გამოიყურების ფოტოშოპს ძალიან დიდი მადლობა ძალიან აუ რა ლამაზი გარემოა ძალიან მომწონს რა იცოდი რომ ბერნარდი მიყვარს მართლა არ ვიცოდი ახლა პრინციპში მაგრამ ნუ ახლა ბერნარდი ვის არ უყვარს თან ძალიან გემრიელი აქაურობა თან ადამიანური ფასებიც არის რა კი ნამდვილად შეხედე რა სიმწვანე არის რა კაი მოგება. რას მიხდევთ? მე ერთი მოჰიტო მინდა და ერთი ცეზარის სალატი თუ შეიძლება. მადლობა. და თქვენ რა შეგიძლიათ? მე შევუკვეთავ ესე იგი ერთი ჩიქა საფერავი თუ შეიძლება და ერთი ლობიო ქოთაში. კი ბატონო. ესე იგი, ერთი ცეზარი, ერთი მოჰიტო, ერთი საფერავი და ერთი ლობიო ქოთაში. კი ბატონო. დაახლოებით რამდენი ხანში იქნება? დაახლოებით 10-15 წუთში. დიდი მადლობა. რა ხდება? ხო მშვიდობა? კი მშვიდობა არ დედა ჩემი რეგა. უპასუხა მე. არა იყოს რა მე გადაურეკე. უპასუხა იქნებ რამე მნიშვნელოვანი, ან იქნებ რაღაც მოხდა, რამე უჭირს. და ხო იცი დედას ვერსად ვერ დაემალები. აი 2 წუთი მაშინ რა, ბოდიში რა. ხოდე. გენაცვალოს დედოცი სად ხარ? სად ვარ და ბერნარდში. ой, მართლა? რომელ ბერნარდში ხარ და?
რომელ ბერნარდში და ყაზბეგის 16 ნომერში. აუ, რა კაია, როგორ მოყვარს ბერნარდი. ხო, მეც მიყვარს ძალიან მიყვარს კი. დედასო, ეხლა ჩახოხბილს ვაკეთებდი და რა გამახსენდა? ექიმა რომ ვიტამინები დაგინიშნა დალია დღეს. აუგე, ამცალია ეხლა რა. რატო ვითომ? იმ გოგოსთან ერთად ხარ ნატასთან? დედას კაზანოვა ბიჭი. მამაკაცურად მოიქეცი, იცოდა როგორც გასწავლი, არაფერი შეგეშალოს. მოიცა, ეს შენ საიდან გაიცი? დედას ვერაფერს გამოაყარებ, ხო იცი და მაგლუბიო შეკვეთა გაუქმე სასწრაფო. შემდგარ მოკითხვა გადაეცი. გაზებს გაძლევს, ხო იცი. მიდი აბა მიაწოდე ტელეფონი დამალაპარაკე რა საყვარელი ხმა. რა დაგა არა დედა რა დაგალაპარაკე. მიდი, არა, დამალაპარაკე. კაი, წავედი რა. მოიცა და არ გამ- კაი. Accompagni di tu patara, toda la botella sarma rauda, ada da 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 მოგესალმებათ არხი კომპასი. ეს არის 4 შაბათის ნიუსები ნატასთან და კუტასთან ერთად. მინაშინებს ტურისტებს ბათუმის ბულვარში და რა. ეროვნული დევდა. დეპარტამენტის გადაწყვეტილია, რატომ ჭუბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახლეობა. უკლეს რა გაგიჟებულია ეს ხალხი. გაიგეთ მეტი ჩვენს ნიუსებში. სანამ გადავიდოდეთ ჩვენს ნიუსებზე, გამოიწერეთ არხი კომპასი. ბათუმის ბულვარში ფიქრობთ, თქვით 70 საათის საბოლოო. ხედავ შე? ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენს კონტაქტი და კადრები, რომელსაც ფასი და პირებში შემოთავაზეთ. ალო? გისმენთ მაიადეი და გამარჯობა. მადლობა, კარგად, ხერაბორ ხართ? სახლში იქნება ალბათ, იმიტომ რომ ხო იცით რა, ზედმეტად დაკავებულია ხოლმე და ხო, რაც ეს იუთუბერობა დაიწყო, იმის მერე სულ ხო იცით კომპიუტერთან ზის და სულ რაღაც ვიდეოების მონტაჟებში და ამბებშია რა. ვერ უკავშირდებით ვერანაირად? აჰა, კი ბატონო, კარგით, მაშინ ახლავე გადავალ და დაგალაპარაკებთ რა პრობლემა არის. კი, გადავალ. კი, რა პრობლემა. კი, კარგი. მოდივარ. ვაშა, გამარჯობა. ბოდიში რაც სოდროს ხო არ მოვედი. არა, ხუმშვიდობა. ვაშა, კი, მაყვალაბიცოვას ჩაუტანე ლუტის ფული ისე. არა, მაგ თემაზე არ მოსულა, რა უბრალოდ მაიადეიდამ დამირეკა, ვერ გიკავშირდება და ნერვიულობს და მე კი ავუხსენი სიტუაცია, რომ შეიძლება ანერგესმო და ან რაღაც საქმეს აკეთებდი და რომ უპასუხო რა. ტელეფონზე დავე. კი, აი გეულდება, გამომართვი და უპასუხე რა, ნერვიულობს და რომ არ ვიცი რაღაცნაირად განვიცადე და გადმოვედი ეგ რა მთხოვა რომ იქნებ დამალაპარაკო. ვაშა, უპასუხე დედას. რა დაგემართა? ხო და გამაგიშა მართლა ტიპი ყველგან მაგნებს საერთოდ რა. ბიჭო, ნუ რა ხერხებს ამ ყველაფერს ნო. არ ვიცი, აი ჩვეულებრივი ჯაშუშია რა. ბიჭო, ის მაგას ჩვენში სამეხო რა დამუშავების. არ ვიცი, ეგ კი რა. ეხლა წინაზე აი ბანაური რა. და ამ ხმაურში რაღაცა შეხები რაღაც ვერ გავუდი ხმა რომ მირეკავდა. ეხლა ტიპა რაკნა წარმოიდგინე. იქეთ სადარბაზოს მეზობელს დაურეკა რაღაცნაირად დავიდა იმაზე, ეს გადმოიყვანა ჩემთან და მაგის ტელეფონით მელაპარაკებოდა. წარმოგიდგენთ? რა სიძახი. არა, მართალია მე მგონი, დედას ვერ სადაემალებიო. არ ვიცი ეხლა, მაგრამ ეხლა სპეციალურად ტელეფონი არ წამოვიდა და იმ ნახოთ რა, როგორ დამიგე. გალბატონო, რა პრობლემა არის? აგერ დგას, დაიცა ეს და მეგობარო.
აგერ დედა შენი გირეკავს და დამელოდე ერთი მანდ რა, ჩამოვალ და დაელაპარაკე, ნერვიულობს კაცო ხალი. ბიჭო. ხო დაი მოკლედ ხო კაი ესეთი საოცრებები ხდება ჩვენს თავს რა. აი ხო ნახე შენ. ვიცი, აი ხა ვიღაცას რომ მოუყვეს, როგორ კიდევ დაიჭერს. ხო, არა, ეგ თავისთავად რა თქმა უნდა ხოდა. აი, კუთა, შემოძმა. გავაჭერი ხა მე? მოდი ხოდა რავი, გაცლებას გისურვებს მაო რა, გაცლებას გისურვებს. არ დაიკარგე. აბაჰე. ამეთი ბიჭო. სად მიდიოდი, აბა პატარა კაცი. დავით როზე ფული მოჯუიე ხა? ეხა არა რა, რა ბიჭო. ფული მოჯუი მეთქი დროზე. მალე ბიჭო. წაი. და მასე. აი მაგოთის ჩავიჯიბე. ოხ, ესუინ ხარ. ალო. რომელი ხარ? დიახ, გისმენთ? დიახ, ახლავე. ხო, ახლავე ქალბატონო, ახლავე. შემოძმაო, კაც შერდერთი სამ. აი, დედა გირეკავს მგონი. ვაფშე არ გინდა მასთან ლაპარაკი რა. რა არ გინდა, ბიჭო? უპასუხე, დედას ხო იცი ვერსად ვერ დაემალები. აი, მედი უპასუხე დროზე. ქუთა, სად ხარ? ხო იცი რა გვიანია და ნერვიულობ. გარეთ ვარ ეხა რა, ამცადია რა. რას ქვია არქცალია? ხო იცი რა ვერ ვიძინებ სანამ სახლში არ მოხვალ და ვზივარეს მთელი ღამე. მაგრამ ამ შუაღამისას ესე რატომ აგვიანებ? მოიცა ვინმე ხო არ გძარცვავს და მე ხო არ მძარცვავს? ხო, დედის გული ეგრე მიგზნობს და რა ხდება? არა, არა, მშვიდობა მოქვს, ხო. მართლა ძალიან კარგი, მაშინ მომისმინე დედის სიყვარულო რა უნდა გითხო, ცოლი როდის მოგყავს? აუ, კაი დედა რა, ეხა დავედი. რა დროს სოლია რა. რა დროს ცოლია და ბერდები და შვილიშვილები მინდა საწაფოთ. შე რა, ცოლი არ ყავს? მე რომ მოვკვდე, ვინ უნდა მოგხედოს? დაუჯერე დედა შენს ძმაო, დაუჯერე. ცოლი აუცილებელია. ეხო ხედავ, ძარცველით კი მეთანხმება და მოიყვანე დედას ცოლი. კაი დედა წავედი რა და წინასწარ გეუბნები პულს ვერ წამოვიღებ, რავი, მძარცვავს ეს ჩემისა, როგორ წამოვიღებ? აი არა, მანამოდი. აგერ ძმაო რა, არც შენი ფული მინდა, არაფერი არ მინდა, წავედი, მე მომის ტელეფონი წავედი. ისე სანამ თვითონ დამირეკავს, მე ხო არ დაურეკ და არა, გავთიშა მე ხალხში. დიახ, გაიღო? დედიკო, ტელეფონი რატო გათიშე? დედა, იტალიაში ხარ? აქ დომოფონზე როგორ დარეკე? ყველგან. აა